მე ყურადღებით უსმენდი ბატონ გომელაურის განცხადებას და აბსოლუტურად მკაფიოდ შტაბ-ეჭვლებამ რჩება, ისევე როგორც ამის ინდიკატორები მანამდეც არსებობდა, როდესაც ქართულმა ოცნებამ მთლიანად ამ საქმის ამ კუთხით, ამ პრიზმაში განხილვა დაიწყო, რომ ეს იქნებოდა აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, დამიზნებული მხოლოდ და მხოლოდ ბატონ გახარიაზე. ეს არის შემდგარი ფაქტი უკვე და ჩემი აზრით ის რომ გენერალურმა პროკურატურამ ამ საქმესთან დაკავშირებით რაღაც გამოძიება დაიწყო თურმე და დღეს დაიბარეს ბატონი გომელაური ამ თემასთან დაკავშირებით არის ამის აბსოლუტურად 100%-იანი დადასტურება. მაგრამ პარადოქსი იმაში მდგომარეობს სხვათა შორის რომ თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთადერთი პრეცედენტია, როდესაც სახელმწიფო უწყებამ ამ შემთხვევაში შინაგან საქმეთა სამინისტრომ სხვა კოორდინირებულად სხვა უწყებებთან, სახელმწიფო უწყებებთან ერთად მოახერხა საქართველოსთვის ტერიტორიის არ დათმობა. ისე რომ არ მოხდა სამხედრო ესკალაცია. ამას ხაზს უსვამთ. კი, ფაქტია რომ მაშინ ეს ქმედება გიორგი გახარიას შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ დაუფასდა კიდეც, იმიტომ რომ ამის შემდეგ დაწინაურდა და თუ რაღაც ისეთი გააკეთა, რომ საქართველოს საფრთხე შეუქმნა, ლოგიკურია, რომ ეს ნაბიჯები არ უნდა ყოფილიყო გადადგმული, ხო, მაშინ აი ამ პოლიტიკური ძალის მხრიდან ეს კითხვა ჩდება ლოგიკურად. არა, იმდენად ბევრი აბსურდული პასუხი და კითხვაა თქვენ წარმოიდგინეთ, ანუ მთლიანად აი ამ კომენტარებს რომ ადამიანი სიღრმისეულად ჩაუჯდეს და მკაფიოდ გაანალიზოს, რომ უბრალოდ შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ესენი სრულწლოვანი არ არიან. იმიტომ რომ თვითონვე შეუთავსებლობას აკეთებენ, ანუ რაღაც კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით თქვენ წარმოიდგინეთ. ხო, ანუ მათ შორის ანუ ბატონი გომელაური დღევანდელ განცხადებაში იძახდა, რომ ანუ ომის რისკი არსებობდაო და წინასწარ ვიცოდით რომ გზა გაყავდა თუ ანუ საგუშაგო არ იყო ჩადგმული, გზა შესაბამისად გადიოდა ცენტრალური მთავრობის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე და თურმე ესე იგი ომის რისკი არსებობდა და ამასთან დაკავშირებით ანუ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა არაფერი არ გააკეთა. ხო, ანუ მაშინ რა გამოდის, ანუ აი მარტივ ლოგიკას გავყვეთ, ანუ გენიოსობა არ არის საჭირო ან საქმის რაღაც განსაკუთრებული დეტალების წოდნა, ხო, ანუ შესაბამისად, ანუ თქვენს კითხვასთან დაკავშირებით ჩემი ინფორმაციით ყველაფერი იცოდა. დღეს უკვე ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს ადამიანები, ხო, ანუ შავზე თეთრს ამტკიცებენ, თეთრზე შავს, ანუ გეტყვიან რომ რა ვიცით, აი ოჯახურ პირობებში შეიძლება ამბადებდეს ბატონი გახარია ალბათის დომ. ბატონი გომელაური რომ არავინ არ იცოდა და ერთპიროვნულად მიხვედით მივიდა ბატონი გიორგი და დაიწყო საგუშაგოს დადგმა. ნუ ცხადია ეს რაღაც შორიდანვე აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ ამიტომ ვიკითხე თქვენთან რომ დავაზუსტო პრემიერ-მინისტრმა იცოდა თუ არ იცოდა თავად სუსის ხელმძღვანელმა მაგალითად ბატონმა ვახტანგმა. ჩემი ინფორმაციით ყველაფერი იცოდა. შეუძლებელია ამის არ ცოდნა, იმიტომ რომ თუ მაშინ ვინმემ რამე არ იცოდა, უზომოდ ძალიან ცუდ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. ხო, ანუ მარტივი ფაქტებით რომ ვიმსჯელოთ და ბატონი გომელაურის განცხადებებით მათ შორის მთელი 8 დღის თუ 9 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გზის გაყვანის სამუშაოები, თქვენ წარმოიდგინეთ 5 თუ 6 უწყება იყო ქართული და ეხლა იძახიან ეს ადამიანები არავინ არაფერი არ იცოდაო, ნუ აი რა დონეზე პარადოქსია. ხო, ანუ გამგეობა, გუბერნია, რამდენიმე სახელმწიფო სტრუქტურა, ბიუჯეტი, ინფრასტრუქტურა, ტექნიკური სამუშაოები, გზის გაყვანის სამუშაოები, ანუ გედედეს თანამშრომლები ხო არ გაიყვანდნენ გზას, ხო, ანუ იქ ხალხი მოძრაობდა, მუშაობდა, ხო, ანუ აი მარტივ ლოგიკას რო გაყოს, ხო, ადამიანი, მაგრამ იმდენად ბევრი დეტალია, ეხლა არ მინდა რომ ამ დეტალებში სხვათა შორის თქვენი ძვირფასი დრო კი ბატონო, მაგრამ მე შემიძლია ერთი რამე გითხრათ, რომ ეს საქმე როგორც იკვეთება და როგორც მოსალოდნელი იყო კაფიოდ პოლიტიკურ კონტურებს იძენს. ერთადერთი მიზეზის და გამო რომ რამდენიმე მიზეზის და გამო უბრალოდ რომ ერთი მხრივ პერსონალურად ანუ ესე იგი დააზიანონ გახარია, რა მიმართულებით წავა საქმე ჯერ არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია რომ ამ საქმეს რო უკვე ოფიციალური სახე მისცეს, ჩემი აზრით კაფიოდ ერთი მიზეზი ეს უკვე იკვეთება და მეორე თუ ჩვენ ამას განვიხილავთ ფართოდ ჭრილში, ანუ ცოტა სიღრმისეულ ანალიზში და ამას მივაბავთ იმ განცხადებებს, რომლებიც აბსოლუტურად სახელმწიფოებრივად, ანუ ძალიან დამაზიანებელი განცხადებები იყო სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირების და პერსონალურად ივანიშვილის მხრიდან ბოდიშის კამპანიას გულისხმობს. ეს უკვე ფართო კონტექსტში აბსოლუტურად სხვა რამეს მიანიშნებს. ეს მიანიშნებს იმას, რომ ფაქტიურად სახელმწიფო ტერიტორიების დაცვა თურმე ყოფილა სახელმწიფოს ესე იგი დაზიანება და ღალატი და სახელმწიფოს ესე იგი წინაშე მოღალატეობრივი განცხადებების გაკეთება ყოფილა თურმე პატრიოტიზმი.
ანუ ეს უკვე აი ამ პარადიგმაში შედის, სხვათა შორის და საქართველოს მოსახლეობამ ეს უნდა გაიგოს. იმიტომ რომ ამ საქმესთან დაკავშირებით მე არ ვიცი რა მიმართულებით წავა დისკუსია, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ქართულ ოცნებას არსებობის ისტორიაზე ამაზე სახელმწიფოებრივი ქმედება არ აქვს მნიშვნელობა გახარია იქნებოდა პეტრე, პავლე თუ ივანე, ანუ ვინც ამას აკეთებდა. ამაზე სახელმწიფოებრივად სწორი არ გაუკეთებია არასდროს თქვენ წარმოიდგინეთ. ქართულ ოცნებას გულისხმობ. ორი кейსი იყო ასეთი, ერთი იყო სოფელ ჩორჩანაში, ხაშურის რაიონში და მეორე იყო სოფელ პერევში. კი ბატონო, სოფელ პერევში. მოდით ბატონ კახა ასეთ კითხვას დაგისვამთ. მიუთითებს ეს ყველაფერი იმისკენ, რომ შესაძლოა იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც ახლა ივანიშვილის თავრობამ ციხეში გაუშვა, მიემატოს ბატონი გიორგი გახარიაც, იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე არის მუხლი, აღარ ჩამოვთვლი, ვრცელია და ბევრი ისეთ სიტყვას შეიცავს უცხო ძალა, მასთან დახმარება, ის რაც დაუშვა დააზიანებდა, როგორც თქვენ თქვით, რეპუტაციულად დაარტყავდა ვინმეს, იმიტომ რომ კარგად იყიდება ამ ქვეყანაში ომის დაწყებასთან დაკავშირება ადამიანების. ფიქრობთ თუ არა, რომ ეს საქმე შესაძლოა სწორედაც რომ ბრალის წარდგენით გაგრძელდეს და დასრულდეს გიორგი გახარიასთვის? იცით რა, საინტერესო კითხვაა, მაგრამ არ ვიცი. თუმცა ქართული ოცნების, ესე იგი, ბოლოდროინდელ ქცევებს პატერნულად რომ ვაკვირდები, ყველაფერია მოსალოდნელი. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით გახარია კი არა, ნებისმიერი ადამიანი რო იყოს, ანუ საქმე რომელიც უკავშირდება კონკრეტული ტერიტორიის დაცვას, რატომ? იმიტომ რომ მაშინდელი არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამის გარდა ფაქტიურად 27 ტერიტორიული ერთეული იყო, რომელიც რისკის ქვეშ იყო დამდგარი. ერთ-ერთი მათ შორის 2 კვირით ადრე იყო გუგუთიანსკარში უკვე განხორციელებული, როდესაც დავლებული მავთუხლათები წარმოიდგინეთ აიღეს და ჩვენს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე სიღრმეში შემოწიეს. და ამის შემდეგ ფაქტიურად 27 სხვა ტერიტორიული ერთეული ჰქონდა დამზადებული, მათ შორის ერთ-ერთი იყო ჩორჩანა. ამაზე თუ ვინმე, რა ვიცი, სისხლის სამართლებრივ კი არა, ნებისმიერ ასე ვთქვათ, დანაშაული თუ დააბრალეს, მე მგონი პატივი უფრო და ალბათ ისტორიისთვის შესანიშნავი кейსი, რომ ადამიანი ჩაიწეროს ოქროს ასოებით, თქვენ წარმოიდგინეთ. კი, თუმცა არ გამორიცხავთ, რომ, ნუ პრინციპში როგორ უნდა გამორიცხოთ, მაგრამ მუხლი ბრალდება, ბრალდების შინაარსი საკმაოდ მძიმე არის, შორიდანაც ასე ჩანს და საფუძველი რომ გახარიაც ციხეში გაუშვან, დიდია. მოდი ახლა ასეთ რამეს კითხავთ. კი ბატონო, კი ბატონო. აღმოჩენას უბრალოდ ჩემს მოსაზრებას გაგიზიარებთ. მთლიანად ბრალდება იმდენად აბსურდულია და იმდენად კომიკური. თუმცა ქართული ოცნებისგან აღარაფერი აღარ არის გასაკვირი ხადია, ხო ანუ რომ რეალურად ეს ჩემი აზრით, ანუ მათ სტრატეგიულ ნარატივს მიყვება. ეს არის ეგრეთ წოდებული deep state. რომელიც აი ეს ღრმა კონსპიროლოგიური თეორიები, რომ აი ესენი ყველანი deep state-ის აგენტები არიან, ისინი ავალებდნენ, ესენი აკეთებდნენ რაღაც პროვოკაციას ამზადებდნენ, ანუ შეკაიდებმა მიშული რა პროვოკაციაზე საუბრობ, ანუ ან რა deep state-ზე. მარტივი მოცემულობა, ანუ კონკრეტული ფაქტებია, გაგანია ბორდერიზაციის პროცესია, მათ შორის დღემდე რომელიც მიმდინარეობს 2013-ის თებერვლიდან დაწყებული 56-დან უпростоრად 62 და 64 კილომეტრი არის ცხინვალის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, ხო ანუ კონკრეტული ფაქტები არსებობს, კონკრეტული ინციდენტები არის, კონკრეტული უწყებები არის ჩართული აქ, ხო ანუ შენ თუ რეალურად ამ საქმეს deep state-ს აბავ, ეს არის მკაფიო ინდიკატორი იმის, რომ ცენტრალური ნარატივის ფაქტიურად წინა პლანზე წამოწევა გინდა. ორი ცენტრალური ნარატივია. ერთი არის, რომ აი ესენი ყველანი მანიპულირებადები არიან ამ ეგრეთ წოდებული შეთქმულების თეორიის საფუძველზე deep state-ის მიერ და მეორე, რომ რაღაცა სიტყვა ომი უნდა არსებობდეს. აი ომი კინაღამარ დაიწყო, პროვოკაცია იყო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ სინამდვილეში ომი კი არა. ერთ-ერთი ყველაზე ძალიან წარმატებულად შესრულებული ღონისძიება იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველანაირ განზომილებაში. მათ შორის სტრატეგიული კომუნიკაციის განზომილებაში უცხოელებთან, უცხოელ ჟურნალისტებთან, შიდა აუდიტორიასთან, საერთაშორისოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და ხო გეუბნებით, ქართული ოცნების პერიოდში ეს იყო ერთადერთი ფაქტიურად პრეცედენტი, როდესაც დე-ფაქტოები, იძულებულები გახდნენ, რომ იმ კონკრეტული მოცემულობისთვის რეალურად ბორდერიზაციის პროცესი გაეჩერებინათ. და ეს არის შემდგარი ფაქტი.
ხო, გარკვეულწილად ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება ითქვას კი 2008 წლის შემდეგ საკმაოდ ისე მკაცრად ანახა საკუთარი ძალაც, ხო, სეპარატისტებს და ოკუპანტებს. გეთანხმებით ამ ნაწილშიც მე ვაშუქებდი მაშინ აი ამ პროცესს და მახსოვს. აი ამ ფონზე გამოითქვა ეგეთი ვერსიებიც, აი მაგალითად ქალბატონი თინა ბოკუჩავას Facebook პოსტი წავიკითხე ახლა, შეიძლება თქვენ წაკითხული გაქვთ თუ არა და გეტყვით, რომ თითქოს ამითი ახლა ოცნება გახარიასთან ვაჭრობს ან ციხე ან არჩევნებში მონაწილეობა. ამ ფონზე როგორ წარმოგიდგენიათ თვითმმართველობის არჩევნებში თქვენი მონაწილეობა, როცა რა ვიცი, შესაძლოა ბრალი წარუდგინონ მალე ბატონ გიორგის ან თუ დაუბრუნდებით იმ განვითარებულ მოვლენებს, როგორც მიდის ბოლო ერთვის განმავლობაში, ისიც სხვა პოლიტიკოსებთან ერთად ვიხილოთ ციხეში. მე ვფიქრობ, მე წავიკითხე ქალბატონი ბოკუჩავას და სხვების მოსაზრებები და საინტერესო მოსაზრებები იყო ცხადია, თუმცა არ ვიზიარებ. იმიტომ, რატომ არ ვიზიარებ? იმიტომ, რომ ჩორჩანი ეპიზოდი, ანუ გააცოცხლეს ქართულმა ოცნებამ, გააცოცხლა, რა ვიცი, რამდენიმე თვის კი არა წლის უკან ფაქტიურად. რატომ? თუმცა ახლა მიეცა მას სისხლის სამართლებრივი, ასე ვთქვათ, პრიზმიდან უკვე ჩანს, უკვე საქმეა, უკვე ბრალია, აი ბრალი შეიძლება გახდეს, აი ამას რომ ბევრი სპეკულაციური დაშვება შეიძლება, ბევრი ანალიტიკური სპეკულაციური დაშვება შეიძლება გავაკეთოთ ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ სუბიექტურად მე რომ არ დაგიმალო. მე არ მგონია რომ ამას რაიმე განსაკუთრებული კორელირება ჰქონდეს. რატომ? იმიტომ რომ ვინც და მათ გახარია კარგად იციან, ვინც გახარია სიცნობს და მის გუნდს იცნობს. ანუ ჩვენ რაც დაცხადებული გვაქვს, ანუ იმაზე ზემოქმედებას ვერავინ ვერ მოახდენს. ჩვენ თუ რაიმეს გავაკეთებთ ანიქით, ანაკეთ, ანუ ეს იქნება ძალიან მკაფიოდ გააზრებული ანალიზის შედეგი და არა ის რომ ვიღაცამ რაღაცა რა ვიცი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. ქართულ პოლიტიკაში ყველაფრისთვის მზად უნდა იყო, მით უმეტეს როდესაც ქართულ ოცნების აი ამ ცხელთავიან, ესე იგი კონსპიროლოგებთან გაქვს საქმე. ამიტომ ჩემი აზრით, ამას განსაკუთრებული კორელაცია არ აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ ეს დაგეგმილი ჰქონდათ, მათ უნდათ უბრალოდ ბატონი გიორგი გახარიას დაზიანება სუბიექტურად, ანუ მათ შორის აი ამ პიარული ინსტრუმენტების მეშვეობით და მთლიანად ანუ პოლიტიკური პროცესისგან მისი აქცენტის და ყურადღების მათ უნდათ გახარია აიძულონ რომ არ მიიღოს მონაწილეობა თუ მიიღოს მონაწილეობა, ანუ რა უნდათ ამით? აი ამ ორიდან რომელი შეიძლება უნდათ, იმიტომ რომ ეს მოსაზრებებიც გამოითქვა. ვიღაც ქალბატონ თინას ქვემოთ უწერდა რომ ეგება ეს იყოსო და ბარემ ამასაც კითხავთ. არა, მათ ერთი რამე უნდათ, მათ უნდათ რომ გარკვეულწილად მიიღონ ლეგიტიმაცია და მათ უნდათ რომ მთლიანად პოლიტიკური ველი ისე დაგსახსონ და ერთმანეთზე გადაყიდონ, რომ მოსუფთავებული ველი ჰქონდეთ მთელი ამ წლების განმავლობაში. გარკვეული ლეგიტიმაცია იქნება, გარკვეული ამასთან რომელსაც ეტაპობრივად მიყვებიან. რახან თქვენ თვით აქვე კითხავთ, გარკვეული ლეგიტიმაცია ხო იქნებოდა თუ თვითმმართველობის არჩევნებში თქვენ პირობითად კიდევ ერთი ოპოზიციური პარტია და ქართული ოცნება მონაწილეობს ხოლმე. გააჩნია რა პრიზმიდან შევხედავთ საკითხს. მე პირადად არ მგონია რომ ეს გარკვეულწილად ლეგიტიმაციას აძლევდეს ქართულ ოცნებას, თუმცა განსხვავებული აზრიც და ანალიზიც არსებობს ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომაც არის რომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვუსმენთ ყველა განსხვავებულ აზრს და არამც არ ვიღებთ ამას როგორც რაღაც განსაკუთრებული დაპირისპირების საგანს ხანდახან როგორც ხვები აკეთებენ ხოლმე სამწუხაროდ.